სალამი მეგობრებო, თქვენ უყურებთ კინო ამბებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხმა კარგად იწერს, იმიტომ რომ სასწაული მიკროფონია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ფოკუსში ვარ, იმიტომ რომ სასწაული კამერაა, ირონიის გარეშე კამერა სასწაულია, უბრალოდ მიკროფონის შამრთველი და კამერის შამრთველი, მანდ მაინც სასწაული ადამიანი არა, მოგეხსენებათ მარტო ვწერ და ეს ყველაფერი მიემართება ეს კრიტიკა მიემართება საკუთარ თავს, იმიტომ რომ წინაზე გუშინ ჩავწერე და დღეს უნდა დამედო იდეაში ეპიზოდი, მაგრამ ხმა ჩავწერე სულად დაბალზე და კაროჩე მომიწია ხელა ახლა ჩაწერა, მაგრამ როგორც ესე მტკიცე იუთუბერი არ ვიხევი უკან, არც ვიხევი და ვცდილობ ასე დუხამ არ დავარდე და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, რომელიც ასე მინდა რომ გამომივიდეს და ყველაფერი დაალაგდეს მოკლედ და ამ კვირაში მე ცოტა ვიაქტიურე YouTube-ის ამბავში, იმიტომ რომ ამ კვირაში ზუსტად YouTube-ურ ამბებს ვაგვარებდი, ახალ მასალას ვამზადებ, ახალ კონტენტს ვიწყებ, კინო კონტენტი რა თქმა უნდა იქნება, როგორც იყო ისე, უბრალოდ ცოტა რაღაც შეიცვლება ამ არხზე და უფრო შემეცნებითი კონტენტიც წამოვა, მოგახსენებათ ამ არხს ქვია მეთოდი. და მე სულ სხვადასხვა რაღაცებზე ვაკეთებდი ვიდეოებს. ხან იყო ეს მეცნიერება, ხან კინო, ხან ისტორია, ხან კონსპიროლოგია. ამიტომ ჩემი არხის მაყურებლები, ვინც ოდითგანვე ხართ, მაგათ თქვენ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლებს გეტყვით, რომ სხვა კონტენტი როცა დაიდება, არ გაგიკვირდეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არხმა სადმე სხვა რელსებზე გადაუხვია, არა, უბრალოდ როცა შთაგონება მომდის და მინდა რაღაც სხვა რაღაცებზეც ვისაუბრო და სხვა ფორმატიც ვცადო, სულ ვაკეთებ ხოლმე და ამიტომ ეს ჩემი არხისთვის არ არის ახალი, რომ იცოდეთ. და ხოლო დღეს ვისაუბრებთ კინოზე. რა მოხდა ამ ბოლო დღეებში საინტერესო და რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა, მაგრამ ყველაზე მეტად მე სხვა რაღაცაზე მინდა ამ ეპიზოდში გესაუბროთ. ამიტომ არ შეგაყოვნებთ, მაგრამ პირველ რიგში ჯერ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ მეგობრებს და რა თქმა უნდა, გაწევრიანდეთ ახალ ჯგუფში, სადაც სულ 15 კაცია და თუ იქნება, თუ დაგროვდება, როცა დაგროვდება 50 ადამიანი მინიმუმ, მე გავათამაშებ ერთ მაგარ რაღაცას, რომელიც ყველა კინომანისთვის იქნება ესე სასურველი არტეფაქტი. და გათამაშებაც არ იქნება ლაიქებზე და ეგეთ რაღაცებზე, არამედ საინტერესო გასართობი კონკურსი იქნება მოკლედ და რაც უფრო მეტი იქნებით, რაც უფრო მეტი მიიღებს ამაში მონაწილეობას, მით უფრო მაგარი იქნება. ხო, ეს ფორმალური მხარე მოვითავეთ და ამიტომ გადავიდეთ საქმეზე. წინა ვიდეოში მე ვისაუბრე Marvel-ზე და შედარებით მეტი ნახვა დააგროვა ვიდრე ზოგადად ჩემს არხზე ვიდეოები აგროვე ხოლმე ნახვებს 1200 ნახვა აქვს ჯერჯერობით და ვისაუბრე კინოკომიქსებს ზოგადად Marvel-ის ახალი ფილმის ახალი ვილანის გაჩენის თეორიებზე, ფანთეორიებზე და ახლა მინდა გესაუბროთ ამ ჟანრზე ზოგადად კინოკომიქსებზე, რომელიც მე ჩემთვის ერთ-ერთი ყველა საყვარელი ჟანრია და მისი ისტორიაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველა საინტერესოა კინოს ისტორიაში ზოგადად, რა და კინოკომიქსები რა თქმა უნდა ეს არის ამერიკული გამოგონება, კომიქსები ზოგადად ასევე საფრანგეთში არის ძალიან პოპულარული და საუბრობთ საერთოდ იაპონიაზე, სადაც მანგებია და ცოტა სხვა ტიპია, რა თქმა უნდა ფორმით ძალიან გავს მანგა და კომიქსი ერთმანეთს, მაგრამ ბევრი სხვა ტექნიკური და ესთეტიკური განსხვავებებია, რაც აი აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროებს ქმნის რა. ამიტომ როცა კომიქსს გულისხმობ კომიქსს და არა იაპონურ ბრჭყალებში კომიქსს, მანგას. და კინოში კომიქსები გაიჩნდა საკმაოდ უფრო ადრე, ვიდრე თქვენ გონიათ რა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც 2000-იანების 90-იანების შვილი კინოკომიქსი, მაგრამ არა, კინოკომიქსები არის შორეული 50-იანი წლებიდან მოყოლებული. ყველაზე პოპულარული პირველი კინოკომიქსი არის სუპერმენის სერიალი, რომელიც კინო არა, სერიალია, მაგრამ ნუ მერე ფილმიც გამოვიდა იმავე 50-იანებში. და ეს ითვლება, რომ პირველი მთავარი კინოკომიქსია რა და მერე რა თქმა უნდა კინოკომიქსები გახდა პოპულარული, მაგრამ აი მხატვრული ღირებულებებით რა თქმა უნდა არ გამოირჩეოდა, არამედ იყო ნუ კარგი ისეთი რა საღამოს დროს სასიამოვნოდ გაატარებ ეგეთი საშუალო ხარისხის ნაწარმოებები. ხოლო 70-იანებში გამოვიდა რიჩარდ დონერის ამ რეჟისორის ფილმი სუპერმენი. სადაც სუპერმენს თამაშობს ქრისტოფერ რივი და არის ძალიან კარგი. ახლა რომ ნახოთ ტოპ 10 კინოკომიქსები, უმეტეს ტოპში
ცოტა მეტნაკლებად სერიოზულ ტოპებში, თითქმის ყველგან იპოვით ქრისტოფერ რივის სუპერმენს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ნაშრომია, ნაწარმოებია, აი კინოკომიქსის ესთეტიკის მხრივ და ზოგადად მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმენია პრინციპში. ეგ ფილმი და აი ეგ მიდგომა ყველაზე წარმატებულად გადმოსცეს სუპერმენის როგორც პერსონაჟის თავარი შინაგანი კონფლიქტი და ის ესთეტიკა, რაც სუპერმენს უნდა ახლდეს თან, რა და ის დაძაბულობა, რაც მას ახასიათებს ადამიანი, რომელიც უბრალოდ არსება უცხო პლანეტაზე, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია, ძლიერია, დაფრინავს, ლაზერები აქვს, ის სწრაფია, ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ერთადერთი რამ არის, რაც მას არ შეუძლია, ეს არის იყოს ადამიანი. და ეს არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე და არა კრიპტონიტი სინამდვილეში. და ზუსტად ეს დილემა, მისი მთავარი დილემა, რომ არის სუპერ ადამიანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან უნდა რომ იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. და ეს პრობლემა რეალურად სულად არის გადმოცემული იმავე ზაკ სნაიდერის სუპერმენში, სადაც სუპერმენი წარმოდგენილი ყავს უფრო მითოსურ ღვთაებად, რაც ძალიან საინტერესო თეიქია, ორი აზრი არაა რა ამაში, მაგრამ ამავდროულად კანონიკური სუპერმენი ეს არ არის. უფრო ის ალტერნატიული ვერსიაა რა და ამიტომ რა თქმა უნდა უნივერსის შესაქმნელად ეს ზაკ სნაიდერის სუპერმენი და ზაკ სნაიდერის ხედვა სუპერმენის მიმართ არ იყო რა თქმა უნდა სრულყოფილი რა. შემდეგ უკვე 70-იანებში რა თქმა უნდა ძალიან წარმატებული იყო პირველი სუპერმენი. მაგრამ და მე ტრილოგია გამოვიდა, მეორე მესამე ნაწილები გამოვიდა, რომელიც უფრო სუსტი იყო, ბევრად მეოთხე ნაწილი საერთოდ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ქრისტოფერ რივი აღარ თამაშობს, იმიტომ რომ 90-იანებში ავარიაში მოხდა, იმის მერე პარალიჩში იყო და მერე უკვე გარდაიცვალა. და მეოთხე ნაწილში სხვა მსახიობი თამაშობს, მაგრამ ძალიან ისეთი ცუდი იყო უკვე მესამე ნაწილში, სადაც ქრისტოფერ რივი თამაშობს, გასაგები იყო, რომ არ ჭირდებოდა ამ ფრანჩიზას გაგრძელება. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი ჰოლივუდისთვის, რაც დარწმუნებული იყო, რომ კინოკომიქსი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და მაგარი წყაროა შთაგონებისთვის და წარმატებული პროექტებისთვის. ამის თავდაჯერება ჰოლივუდში მოვიდა 90-იანებიდან. როცა უკვე დაიწყეს დიდი ბიუჯეტის დახარჯვა კინოკომიქსებზე, მაგრამ ერთი მინუსი ის იყო, რომ მართალია ბიუჯეტები დიდია, მაგრამ რეჟისორები, რომლებიც იღებენ, არ არიან სახელოვანი ხალხი რა. ანუ სერიოზული რეჟისორები 90-იანებში თითქმის არ იღებდნენ კინოკომიქსებს. ძირითადად იყო მაგალითად რო ავიღოთ ერთ-ერთი ყველა საკულტო კინოკომიქსი 90-იანების ყვავი. სადაც თამაშობს ბრუს ლის შვილი ბრენდონ ლი, რომელიც გადაღების დროს, ამ ფილმის გადაღების დროს გარდაიცვალა. რითიც ეს ფილმი პრინციპში გახდა საკულტო, ეს არის ფილმი პანკ როკერზე. ამ პანკ როკერს და მის შეყვარებულს მოკლავენ ბანდიტები. შემდეგ ერიკ დრეივენი, ეს მოკლული პანკ როკერი, აღდგება მკვეთრით, დაბრუნდება სუპერძალებით, ტასაობს მის ყვავთან ერთად და ცდილობს შური იძიოს მის შეყვარებულის და მის მკვლელებზე. მთლიანი ფილმი და ზოგადად ამ კომიქსის იდეა ამაზეა დაყრდნობილი თავიდან ბოლომდე. ჩემთვის ეს კომიქსი და ეს კინოკომიქსი შინაარსით და რაღაც დრამატურგიით საინტერესო საერთოდ არ არის, მაგრამ საინტერესოა ესთეტიკით, იმიტომ რომ აქ შეხამებულია გოთიკური ესთეტიკა, ნარკომანული ესთეტიკა, რაც 90-იანებში ძალიან პოპულარული იყო, ჰეროინის კულტურა და ჰეროინის გოგოები და მთელი ეს ამბები, ანუ სიდი და ნენსი მაგალითად, ანუ ეს ძალიან პოპულარული ისეთი მხატვრული ფორმა, ასე ვთქვათ, არა მარტო კინოში, არამედ ლიტერატურაშიც და ყველგან პრინციპში, მუსიკაში. და ამ ფილმში ეს ესთეტიკა გოთიკური სტილისტიკის, გოთიკური ფორმების, ჰეროინული კულტურის, კომიქსის და ასევე კინოს ესთეტიკა, ის კინოხერხები ისეთ კარგადაა შეხამებული, რომ აი ძალიან ორიგინალურ სურათს ვიღებთ საბოლოო ჯამში, რითიც პრინციპში გამორჩეულია ეს ფილმი, მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ ფილმს ყველაზე მეტად გამორჩეულს ხდის ის, რომ თავარი მსახიობი ბრენდონ ლი, ამომავალი მაგ დროისთვის მსახიობი, ახალგაზრდა, სადღაც 28 წლის იყო, მოკვდება გადაღების დროს. ერთ-ერთი სცენის დროს ფილმის შემქმნელები უბრალოდ დაზოგავენ ფულს, თავისი ხელით შექმნიან ყალბ ტყვიას, რომელიც
არ ისვრის, უпроსტად ისვრის, მაგრამ აქვს მხოლოდ ეს ცეცხლის ეფექტი და ხმა და ერთ-ერთი გადაღების დროს ერთ-ერთ სცენარს, სადაც აი უშუალოდ გასროლა იყო საჭირო, ამ ტყვიას ჩადებენ და ანუ ტყვის მოღამისა რომ ნამდვილი ტყვია არ არის, მაგრამ რეზინის ტყვის ამბავია, უბრალოდ რა თქმა უნდა სცენაში ადამიანს უნდა ესროლო, მაგას არ გამოიყენებ, არამედ გამოიყენებ მეორე ტყვიას, რომელიც შიგნით არ არის ის რითიც შეიძლება დაჭრა ადამიანი, მაგრამ არის ის რითიც შეიძლება შექმნა სროლის ეფექტი, ძალიან რეალისტური. ხო და წინა სცენაში არის ერთ-ერთი სროლის სცენა და საჭირო იყო ახლო ხედში მოხვედრილი იყო ტყვის აი ტყვია რა ნამდვილი. უბრალოდ fake ტყვია რა, ყალბი ტყვია. ამ სცენას გადაიღებენ თავისი ხელებით მიერ დამზადებული ყალბი ტყვით და ერთ-ერთი ტყვია გაეჭედება პისტოლეტის ლულაში. და შემდეგ სცენაში, სადაც უკვე ბრენდონ ლი ჩნდება და ერთ-ერთ ადამიანს კლავს. იმ ადამიანს სცენაში აქვს ეგ პისტოლეტი, რომელშიც არის ფიტული ტყვია, რომელიც შემდეგ ჩადეს უკვე და მასში არ არის ის რითიც შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ არის ის რითიც შეიძლება გასროლის ეფექტი შექმნა. მაგრამ ამის ლულაში არა და აი უკანა ნაწილი რაც არის პისტოლეტი, იმაში არის გაჭედილი ყალბი ტყვია წინა სცენიდან. და როცა ეს კაცი ბრენდონ ლის ესვრის, ის გაჭედილი ტყვია გამოვარდება, ანუ ის ქვედა ფიტული დააჭერს ამ ტყვიას და გამოვარდება და პირდაპირ მუცელში გაარტყამს ბრენდონ ლის, რომელიც მე გადაიყვანეს სამავტყოფოში, მაგრამ ადგილზევე გარდაიცვლება, მის გადარჩენას ვერ შეძლებენ და ამის შემდეგ ეს ფილმი გახდა ძალიან საკულტო რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი რეალურად არა მხოლოდ ამ ფილმის ამბავში, არამედ პრინციპში ძალიან ისე ინდუსტრიისთვის დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ უკვე ფილმი ღირდა 70 მილიონი და ტიპებმა დაზოგეს ფული იმაზე, რომ ტყვია, ანუ იმის მაგივრად, რომ პროფესიონალს გაეკეთებინა ეს ყველაფერი, თვითონ გააკეთეს უცბად და ამის გამო ადამიანი გარდაიცვალა რა. და ეს ძალიან ისეთი განგაშის ზარი იყო ინდუსტრიისთვის და ამის შემდეგ ვერ შეიცვალა და პრინციპში აგერ ახლა არ მოხდა რასტის გადაღების დროს ალეკ ბოლდუინმა რო ესროლა შემთხვევით, გადაღების დროს უბრალოდ სროლის სცენის გადაღების დროს მოხდა ტყვია ოპერატორ უკრაინელ ქალს, რომელიც გარდაიცვალა და ეს რასტი დაიდო, ეს ფილმი ახლა დაიდო ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ და საკმაოდ ისე ცუდი ფილმი, დიდი არაფერი ფილმი არა. მაგრამ ბოლო გამოდის 30 წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა ეგ ამბავი, რაც ასე საერთო სურათის მასშტაბში რო განვიხილოთ, რა თქმა უნდა, კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ორი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ესეთი ტრაგედიაა და სერიოზული თემაა ზოგადად. მაგრამ უბრალოდ ინფორმაციას რო გითხრათ, საიდან გადმოიღო ჰოლივუდმა ეს მოდა, რომ რაც შეიძლება რეალისტური გასროლები იყოს. ეს გადმოიღო ჰოლივუდმა ჰონკონგური კინოდან, სადაც აი ტიპებს სცენებია ზოგი, სადაც აი ეგეთ რეალისტური ტყვია, რომელიც ფიტულია და შიგნით არაფერი არა ტყვის მსგავსი, არამედ გასროლის ეფექტია რა. აი სცენებია, სადაც ჰონკონგურ კინოში ერთ ტიპი მეორე ტიპს მუცელზე მიადებს პისტოლეტს და ეს პისტოლეტი ისვრის და არის ცეცხლი, არის ხმა, ანუ ეს ფლეში არის რა, ფიშკა, ანუ ცეცხლია, ეს ეფექტი რაც თოპს რაც აქვს პისტოლის როცა გაისვრი. მაგრამ ტიპი ცოცხალია რა. და ამიტომ ამით ძალიან მოიხიბლა ჰოლივუდი და უნდოდა რომ მათაც ეგეთი რამე ქონოდათ და აქვთ კიდეც პრინციპში და მაგიტოა ასეთ რეალისტურია ჯონ უიკში და ეგეთ ბოევიკებში ასეთ რეალისტური გასროლები, მაგრამ ზოგჯერ ეს ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ტრაგედია არა, სულ 100 ადამიანი თუ 1 ადამიანი, მაინც სერიოზული რამეა ეგ. და მე ახლა კამერას ვერ ვხედავ, ხანდახან მიყურები ძალიან ქვემოთ. და ამიტომ ცოტა უცნაურად შეიძლება გამოჩნდეს ეს ვიდეოში, მაგრამ ნიჩიო. იმიტომ რომ ეს მანათებს პირდაპირ ეს განათებები და ობიექტივს ხანდახან ლაპარაკის დროს ვეღარ ვხედავ.
ხო, ცოტა გავუსვთი კინოკომიქსების თემას, მაგრამ ეს ფილმი ამით იყო ცნობილი და თან მერე კონსპიროლოგებმა დაუმატეს ის, რომ ბრენდონ ლი რახან ბრუს ლის შვილია და ბრუს ლის ამბობენ, რომ თავის არ მომკვდარა, ამეთ რაღაცა გაუჩალიჩა, შესაბამისად ბრენდონ ლიც ამაში მოყვა, იმიტომ რომ პოპულარული ხდებოდა და ვიღაცას არ სურდა, რომ პოპულარო გამხდარა, მაგრამ ესეთი უაზრო თეორიები, რაც როგორც წესი ტყუილია, უბრალოდ twins უყვარს საინტერესოდ რაღაცების დაკავშირება და რაღაცების მოფიქრება, ამიტომ ხანახან იბადება ეგეთი მოსაზრებები. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდეთ კინოკომიქსებს და აი 90-იანებში, როგორც უკვე ვთქვი, უკვე ხო დაიწყეს ისეთი დიდი ფულის დახარჯვა კინოკომიქსებში, რაც რეალურად წარმატებულად სრულდებოდა კომერციულ ამბავში, მაგრამ მე მხატვრულ ამბავში დიდად კარგი ვერაფერი ვერ იქნებოდა. აი ეს ყვავი გამონაკლისია. კიდევ გამონაკლისი შეიძლება იყოს მოსამართლე დრედი, სადაც სტალონე თამაშობს, რომელიც კარგი ჩახასებები არ აქვს, როგორც მახსოვს, მაგრამ მე ძალიან მომწონს ცალკე ფილმმა, როგორც ასე ისტორია და მთელი ეს არის დისტოპიური სამყარო, მომავალი, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და პოლიციური ხელისუფლება ჩაიგდო ხელში ერთმა ინსტიტუტმა, რომლის წარმომადგენლები არიან ეს მოსამართლე დრედები, ეს კასკიანი ტიპები, რომლებიც პოლიციელებიც არიან, მოსამართლეებიც არიან და შემდეგ განაჩენის აღსრულებლებიც არიან და ებრძვიან ასე კრიმინალს და მათ შორის ერთ-ერთი არის მოსამართლე დრედი, რომელიც საკუთარ მეგობარს მიუშის სიკვდილით დასჯას, მერე საკუთარი მეგობარი, რომელიც ასევე მოსამართლე იყო, წავა ციხეში, დაბრუნდება, გაუჩალიჩებს ამ დრედს მერე გაუშვებს ციხეში და ამას უწევს მერე იმ არესტანტებთან ურთიერთობა, რომლებიც თავის დროზე თვითონ გაუშვა, თავის დროზე თვითონ მიუსაჯა ციხე. და ამით იწყება ეს სიუჟეტი. ეს არის კვანძის შეკრა, რა, პირველი 30 წუთი მოგიყევით დაახლოებით და ძალიან საინტერესო ფილმია, რა. ძალიან ისეთ საინტერესო გააზრება სასამართლო სისტემის, თუნდაც პრინციპში სამართლის და მორალის ურთიერთობის, მეგობრობის და სამართლიანობის ურთიერთობის და ასე შემდეგ და აი სტილისტიკა არის ძალიან კომიქსური. 90-იანების კინოკომიქსებს ეგ აქვთ რა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცუდი ფილმი იყოს, აი ხვდები რომ კინოკომიქსია რა. მაგალითად ეგეთი ცუდი ფილმი ერთ-ერთი არის Spawn-ი, რომელიც არის ტიპზე, რომელსაც ამერიკელი ყოფილი სამხედრო, რომელიც დაქირავებული მკვლელია და რაღაც მომენტში გაუჩნდება აზრად ის რომ აი რატო კლავს, რატო აკეთებს ამას, რაღაც მორალური წინაღობა გაუჩნდება, რაც მის უფროსს არ მოეწონება, ამიტომ მის უფროსი გაუჩალიჩებს, მოკლავს. მერე ეს წავა ჯოჯოხეთში, უბრალოდ სალხინებელში, სადაც შეხვდება მალბოჟიას, ეშმაკს, რომელიც გეგმავს აპოკალიფს დედამიწაზე და ეს მალბოჟია გარიგებას შესთავაზებს, რომ დააბრუნებს მას სიმონს, ამ პერსონაჟს სიმონს იქვია. დედამიწაზე ის ნახავს თავის სოულს, შვილებს და შემდეგ უკვე შვილებს კი არა, შვილს და შემდეგ უკვე უნდა ემსახუროს ამ მალბოჟიას, რათა მან შეძლოს თავისი მსახურების გადმოსხმა დედამიწაზე. ეს არის დასაწყისი ამ ფილმის, რეალურად ძალიან საინტერესო სიუჟეტია, ძალიან კარგი მულტფილმი, აი საყურებლად გირჩევთ 90-იანების მულტფილმს, ეგრე ქვია Spawn-ი. და კომიქსებს თუ კითხულობთ, რა თქმა უნდა, წაიგითხეთ აუცილებლად, დიდი კომიქსია საკმაოდ, მაგრამ ძალიან მაგარია. მაგრამ აი ფილმი არის აი აბსოლუტური წარუმატებლობა. მართალია 40 მილიონი დაიხარჯა და პრინციპში ფული ამოიღეს და ცოტა მეტიც მიიღეს, მაგრამ ძალიან მოძველებული ფილმია, ძალიან აბსურდული მოცემულობა, ზოგადად სიუჟეტური ხრელებია უამრავი, მაგრამ ეს თუ უბრალოდ გაინტერესებთ როგორი იყო 90-იანების კინოკომიქსები, რა თქმა უნდა Spawn-ი არ უნდა გამაზოთ რა მნიშვნელოვანი. ხო, პრინციპში ესენი იყო, რაზეც მინდოდა თქვენთან მესაუბრა. და ის Spawn-ში CGI მაგალითად იმდენად ცუდია, მაინც ახალი ხილი იყო CGI და იგივე 90-იანებში გამოსული იურიული პერიოდის პარკი, სადაც ხალხი გაუცებული იყო იმით, რომ ეს დინოზავრები თავიდან ბოლომდე CGI-ის გაკეთებული იყო და ეს ახალი იყო, მაგრამ შემდგომში ჰოლივუდმა ბევრად ადრე 80-იანების დასაწყისში შექმნა მთლიანად CGI-ზე დაყრდნობილი ფილმი. ეს არის ტრონი. და ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ტრონი არის ფილმი, სადაც 90% CGI-ია. და ამავდროულად ტრონი არის ფილმი, რომელმაც ვერ მიიღო საუკეთესო სპეცეფექტების ოსკარი, ზუსტად იმიტომ, რომ მთლიანი ფილმი CGI-ია.
ამის ახსნა არის ის, რომ 80-იანებში და ზოგადად ჰოლივუდში CGI-ის პოპულარობამდე უფრო მოდაში იყო პრაქტიკული სპეცეფექტები, რომელიც ბენეფისი არის მაგალითად ბენეფისი, რატო ვიხმარე, შუაში იყო ეგ სიტყვა. აი პროსტო რომლის ზეიმი, ქართული სიტყვა ვიხმარო, რომლის ზეიმი, ესე იგი, პრაქტიკული ეფექტების ზეიმი იყო ჯონ კარპენტერის The Thing. არსება. შვენიერი ფილმი, კურტ რასელი თამაშობს. აი ვისაც გიყვართ Hateful Eight, მაგათ მოგეწონებათ, იმიტომ რომ აქაც ერთ სივრცეში ხდება მოქმედება, აქაც ხალხი უპირისპირდება ერთმანეთს, აქაც არის, Hateful Eight-ში არ არის რამე ასეთი არსება, რომელიც კლავს ხალხს და რაღაც ეგეთი, მაგრამ დაძაბულობა დაახლოებით ეგეთია და Hateful Eight კი ნაღამ დაგისპოილერეთ. ახლა მაგრამ Hateful Eight საერთოდ აღარ ვახსენებ, ახლა არ მინდა დაგისპოილეროთ, მაგრამ ეს ისტორია თქვენთვის იმედია გასაგებად მოვყევი, რომ აი CGI-ის თემა, პრაქტიკული სპეცეფექტების თემა, კომიქსების თემა და ასე შემდეგ. ამაზე დღეს უფრო მინდოდა მელაპარაკა ვიდრე ახალ ამბებზე, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ახალი ამბავი მოხდა 1-2, რომელსაც ახლა მოგიყვებით. იცით ვინ არის სტილი ნორვუდი? ვიცით რომ არ იცით ვინ არის სტილი ნორვუდი, მაგრამ მე ახლა გეტყვით თუ ვინ არის ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მსახიობი. და ხელოვნური ინტელექტს აქამდე შეუქმნია ინფლუენსერი, მილიონიანი subscriber-ით Instagram account-ი ის, მაგრამ ახლა casting სააგენტომ შექმნა თავისთვის ეს მსახიობი და აპირებს რომ გამოიყენოს შესაბამისად საქმეში რა, რეკლამებისთვის, შეიძლება კინოში, შეიძლება სერიალში, ვნახოთ რა, ეგ ჯერ არ არის ასე ცნობილი, მაგრამ ამან უკვე გამოიწვია სერიოზული აღშფოთება ერთი პროფკავშირის, რომელიც ძალიან ცნობილი პროფკავშირი ამერიკაში, სახელად SAG-AFTRA. მოგიყვებით ახლა მაგის ისტორიას, ეს არის ორი პროფკავშირის გაერთიანება. SAG არის Screen Actors Guild, ანუ საეკრანო მსახიობების გილდია, რომელიც 30-იანებში დაარსდა, რომელიც არის პროფკავშირი, რომელიც იცავს კინომსახიობების უფლებებს და მეორე არის AFTRA, ეს არის ამერიკის ტელერადიო არტისტების ამერიკული ფედერაცია, რომელიც იცავს ტელერადიო არტისტების უფლებებს. ეს ორივე 30-იანებში ჩამოყალიბდა და გაერთიანდა 2012-ში და რამდენიმე წლის წინ რო იყო ბოიკოტი და პროტესტები და მთელი ამბები, როცა გაჩნდა უკვე ეჭვები, რომ სცენარისტები შეიძლება შეცვალოს ხელოვნურმა ინტელექტმა, SAG-AFTRA იყო ამ პროტესტის ორგანიზატორი და წინამძღოლი და მთელი ამბები რა. და ეხა უკვე პროტესტი დაიწყება დიდი ალბათობით ამ ტელი ნორვუდის და ამ სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებიც ალბათ ასე უფრო მათთვის ალბათ კი არა და უეჭველი, უფრო იაფი იქნება ეს თუ გამოუვიდათ და თუ ისეთი აქვია კარგი ხარისხი დადო ამ ხელოვნურმა ინტელექტმა როგორც მსახიობმა, რა თქმა უნდა, მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ ვიდრე რეალური მსახიობი, რომელსაც ბევრად ნაკლები, ბევრად მეტი უნდა გადაუხადო ვიდრე ხელოვნური ინტელექტს რა. და არა მარტო SAG-AFTRA, არამედ ბრიტანული პროფკავშირიც და აღშფოთდა ამ ამბით და ეს ნელ-ნელა იწყება საპროტესტო ტალღა, რომელიც ვნახოთ როგორ განვითარდება და პრინციპში მე ძალიან მესმის ამ ხალხის, რომლებსაც ეშინიათ, რომ სამსახური არ წაართვას ხელოვნურმა ინტელექტმა, მაგრამ ამავდროულად გონია, რომ გარდაუვალია ეს ამბავი და ეს უეჭველი თუ არ შეცვლის აი სცენარისტს მაგალითად, ყოველ შემთხვევაში გაჩნდება იმ სივრცეებში, სადაც სცენარისტი საჭირო იყო, შეიძლება ცოტა ხანში, რამდენიმე წელში ან 10 წლეულში უკვე აღარ იყოს საჭირო, მაგალითად რაღაც საშუალო ხარისხის სერიალს დაწერს AI. AI-ს შეიძლება ვერ დაწეროს საოსკარე სცენარი, ეგიც არ ვიცი ჯერ, მაგრამ შეიძლება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ისეთი IMDb-ზე 6-დან 0-ს ან 6-და 5-ს რომ მიიღებს ეგეთ სერიალს, თავისუფლად დაწერს და პრინციპში საყურებლად შეიძლება აბსოლუტურად ნორმალური იყოს რა. მე Riverdale-ის მსგავს რამეს ძალიან თავისუფლად დაწერს AI, მაგრამ დავუშვათ იგივე ცოტა უფრო მაღალი ხარისხის რთული True Detective-ს მაგალითად ვერ დაწერს ალბათ AI. ან რამე Twin Peaks ხო ნამდვილად ვერ დაწერს ვერასდროს AI, ჩემი აზრით. მაგრამ ის ფაქტი, რომ AI ცოტა ხანში შეცვლის კინოსფეროში ბევრ რამეს,
და რაღაც პატარა პროფესიები გაქრება ან ყოველ შემთხვევაში შეეზღუდებათ სამუშაო სივრცე, ეგ გონია რომ ისეთ რეალური საფრთხეა და უბრალოდ დროს მოაქვს ეგ ცვლილებები, როგორც თავის დროზე ინდუსტრიალიზაციამ ძალიან ბევრ ადამიანს დააკარგვინა სამსახური, იმიტომ რომ უბრალოდ ისინი აღარ გახდნენ საჭიროდ, ხო? და მაშინაც იყო მე-19 საუკუნეში პროტესტები, რამაც შედეგი საერთოდ ვერ გამოიღო. მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ ეგ ნორმალური პროცესია, როცა ტექნოლოგიური განვითარება, რაღაცეები იცვლება. და ამიტომ მე არ მესმის იმ ოპტიმიზმის, ან თუნდაც ოპტიმიზმის კი არა და იმ რაღაც სკეპტიკურობა AI-ის მიმართ, რომელიც აი გაჩვენებს, აი ცხვირწინ გიდებს, რომ აი ამას ვაკეთებ, ამაში მაგარი ვარ, იმაში მაგარი ვარ და შენ მაინც სკეპტიკურად უყურებ, რომ არა, ადამიანს მაინც ვერ აჯობებს. რა იცი? როგორც იმ ცნობილ ფილმშია დიალოგი, რობოტი შექმნის სიმფონიას. ვერა. და მე რობოტი პასუხობს და შენ შექმნის სიმფონიას. შექმნი? მე არ ვიცი. რთულია. მე მგონი რთულია, მე მგონი მოცარტს არ გაუჭირდება სიმფონიის შექმნა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რომ დამიდო ის მუსიკის რაღაც რეული როა, ვერ შევქმნი სიმფონიას და რობოტი რაღაც მაინც გააკეთებს. ხო, ანუ ეგ საფრთხე არის და მორჩეთ ამ თემაზე, იმიტომ რომ არ მინდა პესიმისტურად დავასრულო, იმიტომ რომ დასასრულისკენ მივდივარ და ნახდად არ მინდა რომ ასეთ ცუდად და პესიმისტურად დავასრულო, აი всё, კინოში ყველაფერს შეცვლის AI. არა. ამე კარგ ამბავს ამოვქეკავ ახლა ჩემი მეხსიერებიდან და იმას მოგიყვებით. არის ასეთი კაცი მედსონ ტომლინი, რომელიც არის სცენარისტი და მეტ რივზის ბეტმენის, მეორე ბეტმენის თანასცენარისტი და პირველი ბეტმენის სცენარის რედაქტორი და მან დაწერა Twitter-ში, რომ ძალიან მინდა რომ აი სემ რეიმის სპაიდერმენის ტრილოგიის მეოთხე ნაწილი იყოს შექმნილი, რა, სადაც ესე იგი მე თვითონ ვფიქრობ, რომ ასეთი უნდა იყოს სპაიდერმენის მეოთხე ნაწილიო, სადაც ტობი მაგუაირის სპაიდერმენი ცდილობს დააბალანსოს მამობა და სუპერგმირობა. და ეს სიუჟეტი, სპაიდერმენის ეს სიუჟეტი, რომ თან მამაა და თან სუპერგმირია, კომიქსებშიც უკვე ისე ცნობილი და გავლილი თემაა. რაც უფრო მეტ მასალას აძლევს შემქმნელს, რომ უფრო ისეთი საინტერესო რამე შემოგთავაზოს ეს ერთ და მეორე მულტფილმშიც ყავს ნანახი, სპაიდერმენი როგორც მამა, მაილს მორალესის მულტფილმს გულისხმობ და საინტერესოა, ძალიან საინტერესოა ეს სტორილაინი სპაიდერმენის სამყაროში რა და განსაკუთრებულად ტობი მაგუაირის სპაიდერმენს და განსაკუთრებულად თუ სემ რეიმი დაბრუნდა როგორც რეჟისორი და ამას ჩალიჩობს ეს კაცი, რომ თვითონ მე დავწერ სცენარსო და ამას გადავაღებინებო და ჩალიჩობო და ძალიან მაგარი იქნება მეოთხე სპაიდერმენი თუ გამოვა ამდენი წლის შემდეგ ტობი მაგუაირი, რომელიც ალბათ PTA-ს დიჭირს მართლა და გარეგნულად ეგრე გამოიყურება თითქოს რაღაც სერიოზული ვიეტნამი გადაიტანა ან რაღაც ეგეთი თვითონ ისედაც No Way Home-ში ეგეთი იყო ყოველ შემთხვევაში და ახლა მეოთხე ნაწილშიც რო გაიჩნდება, თუ გაიჩითა, ძალიან მაგარი ისტორია იქნება მოკლედ რა. მე მგონი ამაზე ჯობს დავასრულო. იმიტომ რომ მანდამაინც ბევრი და საინტერესო რაღაცები არ მოფთარა, კი, ანუ ბოლოს ვამბობ ამას, მაგრამ არ მინახავს უბრალოდ ბრძოლის შემდეგ ბრძოლა პოლ თომას ანდერსონის, რომელიცაც ყველა აქებს საერთოდ. ანდერსონზე ძალიან მინდა რომ ცალკე ვიდეო ჩავწერო და ამ ფილმს როცა ვუყურებ, მერე მთლიანად მის ფილმოგრაფიაზე მინდა ჩავწერო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური თაობის, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური წარმომადგენელია. 90-იანების თაობა მოგეხსენებათ დევიდ ორასელი, ტარანტინო, აგერ პოლ თომას ანდერსონი, ლინკლეიტერი, დაგ ლაიმანი, რავი, უამრავი შეიძლება გაიხსენო და ისეთ კაი თაობა 90-იანების თაობა, რომლებიც ასე სკოლაში რობერტ როდრიგესი თუნდაც რომლებსაც კინოსკოლა არ გამოუვლიათ რა უმეტესობას. ანდერსონს, რობერტ როდრიგეს და რობერტ როდრიგესი მგონი იყო. ანდერსონს და ტარანტინოს ხო ყველამ ვიცით რომ არ გამოუვლიათ და საინტერესო იქნება მასზე ცალკე გაკეთება და რა თქმა უნდა ეს ფილმიც უნდა აღნიშნო ამ განხილვაში. ან საერთოდ რომელიმე ფილმი აი ესე ინსეფშენის სტილში გავაანალიზო, არც ეგ იქნება ურიგო, მაგრამ დღეისთვის დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი
დაალაიქეთ ვიდეო, ეს არის ბრძანება, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეგ. გაუზიარეთ მეგობრებს, დააკომენტარეთ, ამის თქვა დასაწყისში დამოვიწყდა. თუ რამეს ფიქრობთ, რაიმე აზრი გაქვთ, ნეგატიური, პოზიტიური ყველაფერი დაწერეთ, განვიხილოთ. ბაზარი არა, ვისაუბროთ, ძალიან სიამოვნებს თქვენთან საუბარი სულ და ახლა მე უკვე დაგემშვიდობებით. თუ თქვენთან დღეა მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა მშვიდობიან საღამოს და თუ ძილს აპირებთ, ტკბილ ძილს გისურვებთ. აბა თქვენ იცით. Peace out.